ახალი 6 სტუდიაში თინა ბეგიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია. პროექტს უმცირესობა სავარაუდოდ მხარს დაუჭერს. გიგი წერისლის განცხადებით მხარებს შორის ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პროექტი დამტკიცდება და ხალხის საკონსტიტუციო უფლებებს დაიბრუნებს. ეს კენჭისყრა იქნება სრული უმრავლესობით პარლამენტის, ვინაიდან როდესაც განხილვები ჰქონდა ჩვენ ოპონენტებს არც ერთი საწინააღმდეგო არგუმენტი არ წარმოუთქვათ ამ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთადერთი რაცაც ისინი ამბობდნენ ხოლმე მუდამ არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს ამ ცვლილებების გამოყენებას. ჩვენ თქვით, რომ დავეთანხმებით ამ ასე ვთქვათ ცვლილებას, რომლითაც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა ხდება მთავრობის დათხოვნის კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ძალიან ღია და ცხადად გამოჩნდება, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში არ იყოს ისეთი კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც პირდაპირ ხელს უწყობს დიქტატურას და ავტორიტარიზმის გაძლიერებას. დავით უსუფაშვილის განცხადებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის ზუსტი თარიღი 18 მარტს ბიუროს სხდომაზე გამოცხადდება. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტთან დაკავშირებით საჯარო განხილვის კომისიის ბოლოს სხდომა გუშინ შედგა და უახლოეს დღეებში ჩატარდება იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელიც დეკემბერში ინიცირებულ ტექსტს შეაჯერებს. ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ ამ ტექსტთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციის ალკეული წარმომადგენლების მოსაზრებები, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა არ დათხოვნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ბოლო 6 თვის განმავლობაში, ესე რომ ეს ტექსტი იქნება შეჯერებული იმ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე. პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ამერიკაში გაემგზავრა, როგორც დავით უსუფაშვილმა გამგზავრების წინ ჟურნალისტებს განუმარტა. შეხვედრები გაიმართება აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან და სენატორებთან. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დელეგაციაში შედიან თედო ჯაფარიძე და ირაკლი ჩიქოვანი. ვიზიტი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ ახალი მთავრობის, ახალი ხელისუფლების ახალ ხედვებს გავაცნობთ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს იმისათვის, რომ გაღრმავდეს, გაძლიერდეს, კიდევ უფრო მყარი გახდეს ჩვენი ურთიერთობა, სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩემი ვიზიტის უშუალო ამოცანა არ არის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მომზადება, თუმცა პარლამენტის ხელმძღვანელობის ჩასვლა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მოსამზადებელი შეიძლება ჩაითვალოს იმ აზრით, რომ ჩვენ ახალი მთავრობის კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკის ძირითადი მმართველობებს გავაცნობთ პარტნიორებს. ამ წუთებში პოლიცსაბჭოს ყოველკვირეული სხდომა იმართება. სხდომაზე რეგიონული ორგანიზაციების საკითხებს განიხილავენ. ასევე შეირჩევა ის კანდიდატები, ვინც აღმასრულებელი მდივნის ადგილს ცენტრალურ აპარატში დაიკავებს. დღეს უნდა დავამტკიცოთ უკვე სტრუქტურა, პარტიის შიდა სტრუქტურა, აღმასრულებელი რგოლის და ასევე კონკრეტულად ის ადამიანები, შევთანხმდეთ პერსონებზე, ვინც იმუშავებს როგორც აღმასრულებელი მდივნის უშუალო მეთვალყურეობის და დაქვემდებარების ქვეშ, ასევე პოლიტიკური საბჭოს წევრების საკურატორო სფეროები. წინა პოლიცსაბჭოს სხდომაზე დავამტკიცეთ სტრუქტურა, აღმასრულებელი სტრუქტურა პარტიისა. დღეს ალბათ კანდიდატურებზე შევჯერდებით და ვიმსჯელებთ ამ სტრუქტურაში. ცენტრალურ აპარატში პარტიის ვინ უნდა იმუშაოს. აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უნივერსიტეტის კახა ბენდუქიძისთვის გადაცემის ფაქტის გამოძიებას თხოვენ და სამსახურში აღდგენასაც ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ აქცია საგამოძიებო სამსახურთან გამართეს. აქციის მონაწილეები ყოფილი ზოოვეტერინარული ინსტიტუტის პედაგოგები იყვნენ. ისინი უნივერსიტეტიდან 2011 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს. ჩვენი მოთხოვნაა ფინანსურმა პოლიციამ გამოიძიოს ის თუ როგორ მოხდა მიზერულ ფასში კახა ბენდუქიძისთვის აგრარული უნივერსიტეტის გადაცემა. ამასთანავე ჩვენ მოვითხოვთ არა აკრედიტაციის შეჩერებას, არამედ მის ფარგლებში კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების აღდგენას თანამდებობაზე, რათა სტუდენტებს ასწავლონ მცოდნე პირებმა და არა ბაკალავრის კურსდამთავრებულებმა. აღდგეს უნივერსიტეტი თავისი ძველი პროფილით, როგორც არსებობდა, თავისი კვლევითი უნივერსიტეტი, თავისი თანამშრომლებით და თავისი სპეციალობებით. დღეს ყოველად შეუძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარება ზოოვეტერინარული უნივერსიტეტის თანამშრომლების გარეშე და შესაბამისად უნდა იყოს კადრების აღზრდა.
სასწრაფო დახმარების ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვიანი შეხვდნენ. ექიმებმა დეპუტატებს თავიანთი პრობლემები და მოთხოვნები გააცნეს. ხუნდაძემ მათ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ექიმები ხვალ ფართო მასშტაბიან აქციას გეგმავენ, სადაც მათ სასწრაფოს სხვა თანამშრომლებით შეუერთდებიან. ექიმების განცხადებით სასწრაფოს გენერალური დირექტორის კახა ჩიხრაძის მოადგილე ირმა ნერგაძე სასწრაფოს თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენს და აქციაზე მისვლის შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება. ექიმები უკვე მეოთხე დღეაში მშილობენ. მე შევთავაზე რომ შეწყვიტონ შიმშილობა, დავждეთ ორივე მხარე, თუნდაც ეს სამი მხარე იყოს, მოვილაპარაკოთ და მე ვფიქრობ, რომ მაინც ზედმეტი დრამატიზირება ხდება პრობლემის და უფრო უმტკივნეულად შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა. არსებობს კანონი, აქ რაღაც ქაღალდებს გვაჩვენებენ, რომ თურმე განთავისუფლებული არიან ამიტომ ჯობია ორივე მხარეს მოусმინოთ. დავждებით მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ არ შევწყვეტ შიმშილობაც, იმიტომ რომ ჩვენი დირექტორი ხშირად ვარდება, შეიძლება ჩავარდეს აფექტის მდგომარეობაში და შეიძლება მან თქვას, რომ კი ბატონო დავაბრუნებ, ანუ სამართლებრივად მოხდეს ჩვენი დაბრუნება, მაგრამ არ გვექნება იმის გარანტია, რომ რამოდენიმე ხანი გავიდეს ერთ თვეში, თუნდაც რომ არის გამოც შეიძლება აფექტში ჩავარდეს და განმეორებით ისევ გაგვანთავისუფლოს. ამიტომ არ გვინდა ეს ხელმძღვანელობა. პეკინის 24-ყაში მცხოვრები ოჯახები კორპუსზე საცხოვრებელი სართულების დაშენების შეწყვეტას ითხოვენ. ერთ-ერთი მცხოვრებლის განცხადებით, ამ ხანაგობის მიერ აშენებულ კორპუსზე ორი საცხოვრებელი სართულის დაშენების ნებართვა 90-იან წლებში გაიცა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ნორმების დარღვევით 4 სართულს აშენებდა. კორპუსის მცხოვრებლებმა მაშინ სასამართლოს მიმართეს და მშენებლობა შეწყდა. 2012 წელს კი მშენებლობა კერძო პირმა განაახლა. ავარიული კორპუსის მცხოვრებლების საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წევრმა ზაზა გაბუნია მოინახულა და თბილისის მერიას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა. მერიამ დაეხმარა მაგათ, ესე იგი, ახალი ბრძანება გამოუშვეს. ახალ ბრძანებაში არის სხვენიც უნდა იყოს როგორც სართული. აი მთელი კედლები უფრო დაიბზარა და ნაპრალები გახდა, გზარმაზარი ნაპრალები გახდა და ეხლა ეს სახლი ცოცავს მაინც მიდის. მის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება თავად დედაქალაქის მერია შეუძლია ორი მთავარი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში. თუ კი ერთის მხრივ ბათილოდ იქნება ცნობილი გადაწყვეტილება, რომელთაც ნებართვა იქნება გაცემული და მეორე მხრივ მერის ზედამხედველობის სამსახური აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ის 150 ტონიანი ზედნაშენი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს იქნას გატანილი და აი ამ 150 ტონისგან გათავისუფლებული იქნას ეს სახლი. პარლის რაიონის სოფელ გავაზის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს დავით ვარადაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს გამართულ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობა 5,000 ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. სოფელ გავაზის რწმუნებულს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქრთამის აღების ფაქტზე დავება. დღეისათვის სასამართლო პროცესზე პროკურატურამ შუამდგომლობა, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აქვეთი ღონისძიება პატიმრობა, დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო, რომ გამოყენებულიყო მის მიმართ საპატიმრო გირაო, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დავით ვარადაშვილის მიმართ გამოყენებული იქნა აქვეთი ღონისძიება პატიმრობა. და მიმაჩნია, რომ სასამართლო ჯერ კიდევ ვერ გასცდა იმ ჩარჩოებს, რაც ჩარჩოებშიც ადრე იყო მოქცეული, ეს არის ის, რომ უშუალოდ პირდაპირ დაუჭირა მხარი პროკურორის შუამდგომლობას, მაშინ რომ არ არსებობდა ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. მედიაპალიტრამ ჟურნალისტებისთვის სტამბაში კოლორის სპეციალური ტური მოაწყო. მედიაპალიტრის წარმომადგენლის მარიკა დარჩიას განცხადებით, პალიტრა მედიამ მკითხველის თხოვნით აგრძელებს სერიას 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოს სანამ ცოცხალი ხარ. მისივე თქმით, საზოგადოებას მომდევნო წიგნის ყიდვა უკვე ხვალიდან შეიძლება და წიგნების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა თავად მიიღეს მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელსაც წიგნი სტამბაში გადის. დღეს გადავწყვეტეთ, რომ გაგვეკეთებინა პრეს-ტური ჟურნალისტებისთვის, რომელიც ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რომ როგორ ხდება ეს პროცესი. ვაუ, კვირის პალიტრის ამ ნომერთან ერთად იწყება ახალი სერია, კიდევ 59, რომელიც უნდა წაიკითხოს სანამ ცოცხალი ხარ. თქვენ დაესწარით დღეს თვითონ ამ პროცედურის განხორციელებას, ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა არის, ძალიან შრომატევადი პროცედურა არის. ამ პროცესზე დასაქმებული არის ათობით ადამიანი. ძალიან სასიამოვნო და მართლაც რომ განსხვავებული პროცედურაა და ყველაზე მეტად რაც მიხარია ის არის, რომ ჟურნალისტებსაც მოგვეცა შანსი მივიღოთ იმ პროტექციის შექმნაში მონაწილეობა, რომელსაც უკვე ათასობით ადამიანი და 10,000-ობით ადამიანი ელოდება.
კოსმეტიკური ბრენდ Dientes წარმომადგენლობამ დღეს პრეზენტაცია გამართა რუსეთიდან მოწვეულმა წარმომადგენლებმა კომპანიის დისტრიბუტორები დააჯილდოვეს. კომპანია თბილისში 3 თვის წინ გაიხსნა. მას 6 ძირითადი სახისმოვლის ხაზი აქვს, რომლის მომხმარებლის ასაკი 16 წლიდან იწყება. კომპანია რუსეთში გაიხსნა, თუმცა ნედრეული ტიბეტურ მედიცინაზეა დაფუძნებული. ეს არის კოსმეცევტიკური სეგმენტი, რაც ნიშნავს, რომ როგორც არის კოსმეტიკა, ასევე ფარმაკოლოგია იძლევა როგორც ესთეტიურ, ასევე სიღრმისეულ გამაჯანსაღებელ შედეგს. ნებისმიერი პროდუქტი არის ნატურალური, კომპანია არის ISO სერტიფიცირებული პროდუქცია, ნატურალურობის კომპონენტების წილი 90%-ზე მეტია ყველა პროდუქციაში, რომელიც აქ არ უნდა ნახოთ. კანის პრობლემა ყველაზე მეტად არის გარდამავალ პერიოდში, თინეიჯერებში. და ეს კოსმეტიკა არის სამკურნალო და ერთ-ერთი ხაზი არის გათვალისწინებული იმენა აკნეს სამკურნალო და სხვადასხვა პრობლემების სამკურნალო. ოლღაცმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 26 საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მეორე ეტაპზე პატრიარქის ნათლული კიდევ 423-მდე ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ პატრიარქი ნათლულებს დალოცავს. სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თამარ გოგესაშვილი გვერდება. თამარ, გისმენთ. ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. დღეს პატრიარქის ნათლული კიდევ 400-ზე მეტი ახალშობილი გახდება. ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობა პატარების სიმრავლის გამო ორ ეტაპად ჩატარდა. 3 მარტს პატრიარქის ნათლული 800-ზე მეტი პატარა გახდა. დღეს კი 400 პატარა გახდება პატრიარქის ნათლული. ნათლობის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ მათ საჩუქრად გადაეცემათ ჯვრები, სახარება და სანთლები. სამების საკათედრო ტაძარში ელოდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესი და უნეტარესი თავის ახალ ნათლულებს დალოცავს. წინა კვირაში ჩატარდა ერთი ნათლობა, ეს 26 ეტაპია ნათლობისა. ეს 26 ორად გავყავით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო მოსანათლი. ბავშვების რაოდენობა და 7-ზე მოგვიწია ნათლობების გაყოფა. წინაზე მოინათლა 400-მდე ბავშვი მოინათლა, დღეს 420 ბავშვი ინათლება დღეს. და ძალიან ბედნიერები არიან ისინი, იმით რომ მათი ნათლია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უნდა გახდეს. დღეს გათვლიანსდა ჩემი შვილი, მესამე შვილი, მარიამ ტროშელაშვილი, მონათლა პატრიარქმა და ჩემო ორმა უსაყვარლესმა მეგობარმა. არანაირ მიზეზი არ იყო, რომ არ მოგენათლა პატრიარქთან, იმიტომ რომ უწმინდესი ძალიან კაი ადამიანია, კაი პიროვნება და მასზე უკეთეს ნათლია ზვერი სურს, ალბათ ქართველი მართლმადიდებელი ადამიანი. ჩვილთა საყოველთაო პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა, მას შემდეგ პატრიარქის ნათლული 14312 ახალშობილი გახდა. საყოველთაო ნათლობის ტრადიცია პატრიარქის ინიციატივით ტარდება და ის საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს. მისნად მე შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ნათლული ყველა ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და მომდევნო შვილი ხდება. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თამარ გოგესაშვილი გვერდებოდა. მადლობა თამარ. ახალკი კულტურა კონსერვატორის დიდ დარბაზში დირიჟორი იური ბაშმეტი თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს საქართველოს სიმფონიედასთან ერთად კონცერტს გამართავს. საქონლოფრედა კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა აწრედის მხარდასაჭერად იმართება. კონცერტიდან შემოსული თანხა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლას მომხმარდება. კონცერტის გენერალური სპონსორია Georgian Water and Company. კონცერტში ნიჭიერთა აწრედის აღსაზრდელები მიიღებენ მონაწილეობას. Очень давно не был в Грузии, в Тбилиси. დიდი ხანია თბილისში არ ყოფილა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. ნიჭიერთა აწლედის ბევრ მოსწავლეს ვისნობ, რომლითაც უნდა ვამაყობდეთ. მე ვფიქრობ, რომ ამ სკოლას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამიტომაც ჩამოვედი საქართველოში, რომ სკოლას გაძლიერებაში დავეხმარო. В этой школе. გვინდა რომ ყურადღება მივიქციოთ. გვინდა რომ ამ ადამიანის, ამ მუსიკოსის დამოკიდებულება ჩვენი სკოლისადმი იყოს სამაგალითო მათთვის, ვინც ჩვენ გვერდზე ცხოვრობს და ვისაც უფრო უნდა აინტერესებდეს ჩვენი სკოლის კეთილდღეობა. ეს იყო ახალი 6-ე სამშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.